1000 მეტი ღირდა ჩხუბი, 300 მეტი ღირდა 100 მეტი პრაკოლი ღირდა, პრაკოლი რო ქონდა, 300 მეტი ღირდა წამას უნდა გიჭერდნენ და ჩეკს. პოსტრეზეც მოსული ამბავი იყო, რომ ვერ გადააგდებდი ახლა იმას, ვერ ესე დაგიჭერდა, რომ არ გამიგივიდოდა იქ ამბავი. გაგიშვებდნენ. რა ფულზე გველაპარაკებითო. მეუბნებოდი რომ სიმბირი უკან დაგჭებაო, ბიჭო, ისეთი საქმე გაგაკეთებულიო და უკვე როგორ ვიყავ, იცი რომ ჩემი თავი კი არ მეწოდებოდა. დედა ჩემი მეწოდებოდა, მეთქი რა უქედი, მეთქი ჩემ დას, ჩემ ახლობლებს, მეთქი ეს რა. სადღეგრძელო ძალიან. სადღეგრძელო დაულიე. სადღეგრძელო ძალიან. ხო და ნუ ეს იყო როგორი რამე იყო, იცი აი ჩემი აი ეს არასდროს არ დამავიწყდება ეხა ამას ამ ხელა საზოგადოების თვალწინ პირველად ყვები, ეხა შენ მთხოვე და ყვები და ესე გამოგვაგდეს რა მოხდა ეხლა? როგორც გადაწყდა, ფულს ხო ხელი არ მოკიდეს, რა ფულიო? ამ წამცემების დროს სულ მეუნებოდნენ რომ ხო გეუნები ორჯერ პირიდან სისხლი წამოვიდა ესე მცემეს რა. ხო მეუნებოდნენ რომ აქ ხო არ გონიაო, ბიჭო, მაგადანში მოიხდიო. ერთ 8 წელსო შენ იქ აი შორეულშიო აქ ხო დაგალპობთო ბიჭო იქო იქიდან ვერ ჩამოხვალ. აი ეგეთი ამბავი უცებ გამომიშვეს გარეთ რა იყო ახლა ეს ამბავი? იყო ის რომ ციც თქვენი დედავატირე ეს ერთი და მეორე ეხა ჭკვიანი კაცი ახლა ბენზინა აგიდო უჭკო კაცი არ იყო ის ჩემგანზე. ახალი გმირების გაჭიტვა ერთ წელიწადში ეხლა თეატრალური ინსტიტუტიდან ახალი გმირების ხო ახალი გმირების ესე იგი ახალი გეგაკობაკიძეები ახალი და ეგეთი სიტუაციები უჩუმად ბიჭო რა კაროჩი გაყარე გარეთ და თან ჩაგვიტანეს პრესი. შეიძლება თავიდანვე ეს იყო დაგეგმილი. თავიდან პრესის გარეშე არ გამოგვიშვეს რომ მეორეჯერ ჭიქას ხელი არ მოკიდო და ეგ სადღეგრძელო თქვენ ებოლატავეთ მამა თქვენს იქ ამბავი მოგლეთ რა აი ეგ ამბავი იყო მეტი არაფერი რომ ეხლა კიდე ახალი სასწავლო ჩვენ რო გავეშვით ახლა იმაზე გაიგებდა ხალხი რაზე გაუშვით ამაზე გაუშვით და ეხლა ამაზე ეს ამბავი და აი ამით დამთავრდა